მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოდით ამჯერად გავაკეთოთ გაშლა ორ ვარიანტზე. სანამ გაშლას დავიწყებდი, რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს თქვენი გამოცხადებული ნდობისთვის, სტუმრებსაც, არხის გამომწერებსაც, კულისებიდან მაყურებლებსაც, ემიგრანტებო, ჩემი ქედმოხრილი სალამი თქვენ. და დღეს მოგდით ორ ვარიანტზე გავაკეთოთ ესეთი გაშლა. რას მოიტანს ამ ადამიანის დაბრუნება თქვენს ცხოვრებაში და პრინციპში იყოს მოდით აი ეს ორი ღილი. მანდარის ღილები ეს და დავიწყოთ პირველი ვარიანტით, ხო? რას მოიტანს ამ ადამიანის დაბრუნება თქვენს ცხოვრებაში? და მოდით დავარღვევ ტრადიციას და სიგნიფიკაციის გარეშე გავაკეთებ და უბრალოდ ნახოთ რას მოიტანს ამ ადამიანის დაბრუნება თქვენს ცხოვრებაში. მოიტანს ისევ თქვენს გადაღლას, თქვენს ტკენას, თქვენს ნერვიულობას, ისევ აიწონა არჩევანის პოზიციაში ყოფნას, წავედი, მოვედი, გაგათბე, შეგაციე, აგავსე, მოგპარე, მოკლედ. ხომ გესმით, აი ამ სიტუაციას მოიტანს თქვენს ცხოვრებაში, მეგობრებო. და მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტი. რას მოიტანს? ისე მესამეც შემეძლო კიდევ მემატებით. მაგრამ რა უშვებს იყოს ასე. და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. რას მოიტანს ამ ადამიანის დაბრუნება ჩემი მაყურებლის ცხოვრებაში? ჩვენიაბა რას მოიტანს? სისავსეს. ბედნი, ოღონდ დააკვირდით ახლა აქ სტაბილურობას ნაკლებად მეგობრებო. კი ბატონო, პენტაკლების ტუზი კი სტაბილურობის და ძალიან ისეთი ხვავის და დოვლათის არკანი, მაგრამ აქ მყავს კვერთხების მეფე, რომელსაც უკან დედამიწის რუქა აქვს და წინ ლამპარი და ზურგჩანთა, ანუ ეს ადამიანი მომთაბარი არ არის ერთ ადგილს მინჯაჭული ადამიანი, ხო, ადამიანი, რომელსაც უყვარს სიახლეები, უყვარს მოგზაურობა და უყვარს მიუხედავად იმისა, რომ ოთხიანი კვერთხები საერთოდ ოჯახის არკანად აღიქმება, ამ დასტაში შეხედეთ, აქ უფრო გართობის და სხვა ენერგიების მატარებელია, ხო? ეს არ იქნება მთლად ფესვებზე ორიენტირებული რაღაცა ძალიან სტაბილურ სიტუაციაზე გათვლილი ურთიერთობა, თუმცა ძალიან კარგ თავგადასავლებს, ძალიან სასიამოვნო ენერგიებს და სხვა შორის ფინანსურ ბენეფიტებსაც გპირდებათ. ანუ ფინანსურად შესაძლოა რაღაცა ნაწილში ამ ადამიანმა თქვენ დახმარება გაგიწიოთ და ეს იყოს ბრჭყალებში ამ ურთიერთობის ერთ-ერთი სარგებელი გარდა ვნებების, ცეცხლების, თავგადასავლების და ძალიან ისეთი დადებითი ენერგიების, რომელსაც იდეაში ეს ურთიერთობა გპირდებათ. კარგით, ჩემო კარგო ადამიანებო, მადლობას გიხდით მეორე ვარიანტსაც და დაგემშვიდობებით დროებით.